მოგესალმებით, მე ლიკუნა ვარ, გვიახლოვდება ახალი წელი და ალბათ ბევრი თქვენგანი ფიქრობთ რა მოამზადოთ საახალწლო სუფრისთვის. დღეს სუფთა სახლთან ერთად მოგიმზადებთ ისეთ კერძს, რომელიც ნებისმიერ სადღესასწაულო სუფრაზე გამოგადგებათ. მოვამზადოთ ღუმელში ქათამი ბოსტნეულთან ერთად. ამისთვის, რა თქმა უნდა, დაგვჭირდება ქათამი, ბოსტნეული, ამ შემთხვევაში მე ვიყენებ სტაფილოს, ქამა სოკოს და კარტოფილს. გვჭირდება ასევე კარაქი, როზმარინი, ნიორი და რა თქმა უნდა მარილი გემოვნებით. პირველ რიგში დაგვჭირდება ოთახის ტემპერატურის კარაქი, რომელიც უნდა გადავიტანოთ თეფშზე. შემდეგ ვამატებთ მარილს გემოვნებით, რა თქმა უნდა. ვამატებთ ასევე გაჭყლეტილ ნიორს. ნიორი ძალიან უხდება ქათამს, ამიტომ არ დაგენანოთ, დაამატეთ ბევრი და ვამატებთ ასევე როზმარინს, რომელიც განსაკუთრებულ გემოსაცნობს ჩვენს კერძს. კარაქი, როზმარინი, ნიორი და მარილი კარგად უნდა გადავურიოთ ერთმანეთში და შემდეგ უნდა წავუსვათ ჩვენს ქათამს გარედან და შიგნიდან. კარაქის მასა უკვე მზად გვაქვს, ახლა კი შეგვიძლია დავჭრათ ბოსტნეული. ქათამი უნდა მოვათავსოთ ჩისტოს გამოსაცხობ ცელოფანში, ღუმელი არ დაისვრება, ქათამი კი გამოვა ძალიან წვნიანი და ოქროსფერი. ღუმელი უკვე გახურებულია, ქათამი მოთავსებულია გამოსაცხობ ცელოფანში, ახლა შეგვიძლია ნავას გამოსაცხობ ლანგარზე გადავიტანოთ და შევაბრძანოთ ღუმელში. მოვათავსეთ ქათამი ღუმელში, რა თქმა უნდა, წინასწარ უნდა გქონდეს გახურებული და მომზადების დრო დამოკიდებულია ქათმის ზომაზე. სანამ კერძი ღუმელშია, მე სადღესასწაულო განწყობა უკვე შევქმენი. ასეთი საახალწლო დეკორაციები და ჭურჭელი კი სუფთა სახლში დაგხვდებათ. ჩვენი უგემრიელესი კერძი მზად არის, იმედი მაქვს თქვენ საახალწლო სუფრასაც დაამშვენებს, მე კი დამდეგ შობა ახალ წელს გილოცავთ.